2021 წელს თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მიიღო საჩუქარი ნაციონალისტური მოძრაობის პარტიისგან, თურქული სამყაროს რუგა. მასზე გამოსახული იყო ცენტრალური აზიის, კავკასიისა და განსაკუთრებით რუსეთის სამხრეთ ტერიტორიის დიდი ნაწილი, ასევე ჩინეთისა და ბალკანეთის რეგიონები. იგულისხმებოდა, რომ ეს არის თურქული სამყარო, ევრაზიის მასშტაბით სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების სახელწოდება, ხოლო მისი ბუნებრივი ცენტრი თურქეთია. საზოგადოებრივი აღშფოთების ნაცვლად კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა უბრალოდ უარყო რუკის სიზუსტე და აღნიშნა, რომ თურქული სამყაროს ნამდვილი ცენტრი სინამდვილეში ალთაის რეგიონია, რომელიც მთლიანად რუსეთის საზღვრებში მდებარეობს. კრემლისთვის ეს იყო მცირე დიპლომატიური ჩხვლეტა და უფრო მეტად თურქეთის შიდა ამბიციებისთვის პოლიტიკური პოზიორობა, ვიდრე გეოპოლიტიკური ნაბიჯი. მაგრამ დღეს უკვე მოსკოვში განწყობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეს რუკა კიდევ ერთი ნიშანია კრემლისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის, რომ რუსეთის გავლენა ცენტრალურ აზიაზე სუსტება და თურქეთი მზადაა ამ სიცარიელის შესავსებად. 2025 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში სახელწოდებით პანტურქიზმის მითოლოგიები და რუსეთისა და ევრაზიის უსაფრთხოება 21 საუკუნეში. ექსპერტთა ჯგუფი აფრთხილებს, რომ თურქული იდენტობის ზრდამ ცენტრალურ აზიაში შეიძლება არა მხოლოდ რუსეთის გავლენას შეუქმნას ეგზისტენციალური საფრთხე რეგიონში, არამედ პოტენციურად თავად რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობასაც. ამასობაში რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭომ 2026 წლის აპრილში გამოაქვეყნა ანალიზი, სადაც აფრთხილებს თურქეთის პანტურქული პოლიტიკის რეგიონში გავრცელების შესახებ. ეს ტონის დრამატული ცვლილებაა და გეუბნება იმისათვის, რომ სრულად გაიგოთ ცვლილებადი გარემო, საჭიროა თავად რეგიონი გაიცნოთ. ცენტრალურ აზიაში შედის 5 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. ერთად ამ ქვეყნებში დაახლოებით 78 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ქვეყნებს აქვთ ნავთობის, გაზისა და იშვიათი მინერალების უზარმაზარი მარაგები, რაც მსოფლიო ნავთობისა და გაზის მარაგების 5%-ზე მეტს შეადგენს. და ისინი მდებარეობენ უძველესი აბრეშუმის გზის სავაჭრო მარშრუტებზე, სადაც ახლა ტრანსკონტინენტური მილსადენები და სარკინიგზო დერეფნები გადის, რომლებიც დასავლეთს აღმოსავლეთთან ხმელეთით აკავშირებს. სინამდვილეში ჯერ კიდევ 1904 და 1919 წლებში ბრიტანელი გეოგრაფი ჰალფორდ მაკინდერი ამტკიცებდა, რომ ვინც ამ ზონას აკონტროლებდა, ის იქნებოდა მსოფლიო ძალაუფლების გასაღების მფლობელი. სრულიადაც არ არის საჭირო ამ თეორიას ბოლომდე დაეთანხმო, რომ მიხვდე, დედამიწის ყველა დიდ ძალას უკვე ჰქონდა ინტერესი, რა ხდება აქ. მე-20 საუკუნის დასაწყისში საბჭოთა კავშირი ფაქტობრივად აკონტროლებდა ამ ტერიტორიის უმეტეს ნაწილს და ის იყო ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიო ძალა. დღეს კი რუსეთი, ჩინეთი, შეერთებული შტატები, ევროპის კავშირი, ირანი და ზემოთ ნახსენები თურქეთიც კი უკვე 30 წელია ერთმანეთს ეჯიბრებიან რეგიონზე გავლენის მოსაპოვებლად. მთავარი განსხვავება ახლა ისაა, რომ რუსეთის გავლენა ნელ-ნელა იკლებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1991 წელს მოსკოვმა რეგიონის სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ზეწოლის მეშვეობით თავის გავლენაში მოაქცია. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ ბევრი ეკონომიკა ერთმანეთთან დააკავშირა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია CSTO სამხედრო კავშირი უნდა ყოფილიყო. მოსკოვმა ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულებები გააფორმა 5 რესპუბლიკიდან რამდენიმე ქვეყანასთან. განათავსა რუსული ჯარები რეგიონის მნიშვნელოვან საზღვრებზე და აკონტროლებდა ბევრ მილსადეს, რომლის მეშვეობითაც ცენტრალური აზიის ნავთობი და გაზი მსოფლიო ბაზარზე გადიოდა. როდესაც ამ ქვეყნებიდან რომელიმე წესებს არ ღვევდა, კრემლი დაუყოვნებლივ ანკაცრებდა ზეწოლას. მოსკოვმა გავრცელებული ინფორმაციით მოითხოვა 20-დან 40%-მდე წილი ყაზახეთის საბადოებში, რომლებიც ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზე იყო. თითქმის სრულად შეაჩერა ნავთობის ექსპორტი ყაზახეთიდან მაისიდან აგვისტომდე და ასევე ზეწოლას ახორციელებდა თურქმენეთზე გაზის შემოსავლების გამო. რეგიონი მუდმივად წარმოადგენდა რუსეთის ინტერესის საგანს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი ეკონომიკები მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან ვაჭრობის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და რუსეთში დასაქმებული მილიონობით ცენტრალური აზიელი მიგრანტი მუშახელის მიერ სახლში გაგზავნილი ფულადი გზავნილების მეშვეობით. და დიდი ხნის განმავლობაში ეს მუშაობდა. ცენტრალური აზიის ლიდერები ეკონომიკურად დამოკიდებულნი იყვნენ მოსკოვზე. სამხედრო თვალსაზრისით ეყრდნობოდნენ რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებს და კულტურულად კვლავაც საბჭოთა მმართველობის 7 ათწლეულის გავლენის ქვეშ იყვნენ. რუსული ენა კვლავაც რჩებოდა რეგიონთა შორისი კომუნიკაციის დე-ფაქტო ენად. ცირილიცა, რომელიც სტალინმა დააწესა 1930-იანი წლების ბოლოს, რათა ცენტრალური აზიის ხალხები მოწყვეტილიყვნენ წინა საბჭოთა ლიტერატურულ მემკვიდრეობასა და თურქეთს, კვლავაც გამოიყენებოდა რეგიონში. სინამდვილეში იმ ხალხებს, რომლებიც ცხოვრობენ 5 რესპუბლიკიდან 4-ში, უზბეკებს, ყაზახებს, ყირგიზებსა და თურქმენებს, საბჭოთა კავშირის არსებობამდე ბევრად ადრე ჰქონდათ საერთო წინაპრები, რელიგია და ენობრივი კავშირები, ხოლო უმცირესობები მთელ რეგიონში იყვნენ გაფანტულნი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს იდენტობები საბჭოთა ხელისუფლებამ აშექმნა, მოსკოვმა ისინი ფორმალურად და მკაცრად დაყო ცალკეულ რესპუბლიკებად საბჭოთა პერიოდში, ხშირად არსებული კულტურული და დემოგრაფიული კავშირებგაობის გაუთვალისწინებლად. ცენტრალური აზია ფაქტობრივად დაიშალა და შემდეგ ჩამოყალიბდა იმ სახით, როგორც რუსეთს ეცურდა. გადავიდეთ 21 საუკუნეში და რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე. ცენტრალური აზიის ლიდერები აკვირდებოდნენ, როგორ მიიერთა რუსეთმა ყირიმი 2014 წელს, რასაც თურქეთი როგორც ნატოს წევრი აკრიტიკებდა. შემდეგ 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. თურქულმა სამყარომ დაიწყო ფიქრი, ვინ შეიძლება ყოფილიყო შემდეგი, მიუხედავად შედეგისა. ზოგიერთი ლიდერი აქტიურად ადასტურებდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ მოსკოვთან არსებული შეთანხმებებიდან მაქსიმალურად მეტი მიეღოთ. ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოყაევმა საჯაროდ განაცხადა, რომ არ აღიარებდა იმ უკრაინული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, რომელსაც რუსეთი ითვისებდა, მაშინაც კი როცა თავად რუსეთში იმყოფებოდა. ასეთი განცხადება 10 წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ, რომელიც ნატოს რუსული ანალოგია შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მეტად დაკარგა სანდოობა. 2023 წელს აზერბაიჯანმა შეტევა მიიტანა სომხურ პოზიციებზე მთიან ყარაბაღში, ხოლო რუსეთმა არაფერი გააკეთა თავისი მოკავშირის სომხეთის დასაცავად. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 2024 წელს მთლიანად დაიწყო ორგანიზაციიდან გასვლის პროცესი, ხოლო 2026 წლისთვის ქვეყანამ შეწყვიტა ალიანსის დაფინანსება და შეწყვიტა იმის მტკიცება, რომ ალიანსის წევრია. იმ დროს რუსეთი ძლიერ იყო ჩართული უკრაინაში, რადგან თავისი საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი სახმელეთო ძალების უმეტესობა ომში ყავდა ჩართული და მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ აღწევდა, რაც სერიოზულად ზღუდავდა მის შესაძლებლობას, თეორიულადაც კი დახმარებოდა სომხეთს. რუსეთის სამხედრო უკანდახევის ფონზე ყაზახეთმა და უზბეკეთმა გააგრძელეს ცირილიციდან ლათინურ ამბანზე გადასვლის პროცესი, ხოლო ყირგიზეთში სულ უფრო აქტიურად განიხილავენ ანალოგიურ ცვლილებას. ქვეყნები ქალაქებსა და მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს საბჭოთა ეპოქის რუსული სახელწოდებების მოსაშორებლად გადარქმევენ. და 4-ვე თურქული სახელმწიფო სულ უფრო მეტად აიგივებს თავს თურქულ სამყაროსთან, რომელიც სტამბოლიდან ჩინეთამდე ვრცელდება თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მეშვეობით. რაც გვიყვანს პანთურქიზმის იდეამდე, ანუ თურქული სამყაროს პოლიტიკური გაერთიანების ან სულ მცირე კოორდინაციისკენ. ეს იდეა სინამდვილეში მე-19 საუკუნის ბოლოს ჩნდება, როდესაც რუსეთის იმპერიაში მცხოვრები თურქული ხალხების ინტელექტუალები და ოსმალეთის მოაზროვნეები თავიანთ კულტურულ ფესვებს ცენტრალურ აზიაში ეძებდნენ. ეს იყო ძლიერი იდეა, რომლის ჩახშობაზეც საბჭოთა კავშირმა უზარმაზარი ძალისხმევა დახარჯა, რის გამოც მოხდა მთელი ერების, ენებისა და სახელწოდებების დანაწევრება და გადარქმევა, აგრეთვე უცხო ანბანების დაწესება. თუნდაც სიტყვა თურქისტანი, რომელიც მთელი რეგიონის ტრადიციული სახელწოდება იყო, საბჭოთა დოკუმენტებში აიკრძალა და მის ნაცვლად შემოიღეს საბჭოთა ცენტრალური აზია, რადგან მას პანთურქული ასოციაციები ჰქონდა. გადავინასვლოთ საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდზე და ვნახავთ, რომ თურქეთის ხელახალი ჩართვა ცენტრალურ აზიაში იწყება. მაშინდელმა პრეზიდენტმა თურგუტ ოზალმა ცენტრალური აზიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა თითქმის ყველაზე სწრაფად აღიარა და თურქეთურ რეგიონში თავქარიანად ჩართა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წლებში თურქეთმა რეგიონში 3 მთავარი უნივერსიტეტი დაარსა. ყაზახეთში ყაზახ-თურქული აჰმედიასავის უნივერსიტეტი თურქესტანში, ყირგიზეთში ყირგიზ-თურქული მანასის უნივერსიტეტი ბიშკეკში და საერთაშორისო თურქმენ-თურქული უნივერსიტეტი აშხაბადში. თურქეთმა 1992-2003 წლებში ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში 3.8 მილიარდ დოლარზე მეტი ჩადო, რაც ინფლაციის გათვალისწინებით დღეს დაახლოებით 7 მილიარდ დოლარს შეადგენს. მხოლოდ დამოუკიდებლობის პირველ წელს თურქულ რესპუბლიკებს 1170-ზე მეტი დიპლომატიური დელეგაცია ეწვია. ზოგიერთი წყაროს მიხედვით თურგუტ ოზალმა თავი დაიღალა რეგიონის დიპლომატიური ტურნეებით და 1993 წელს ყველა თურქული რესპუბლიკის მონახულების შემდეგ გარდაიცვალა. ამ პირველმა მცდელობამ რუსეთი მკაცრ საფასუხო ნაბიჯებზე უბიძგა. ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით მან ახალ რესპუბლიკებს საერთაშორისო დახმარებაზე წვდომა შეზღუდა. თურქეთის ეკონომიკურმა არასტაბილურობამ და პოლიტიკურმა არეულობამ 1990-იანი წლების შუა პერიოდში ცენტრალური აზიისთვის ხელმისაწვდომი რესურსები შეამცირა. და ცენტრალური აზიის ლიდერები, რომლებიც სულ ახლახან გაექცნენ ერთ მსოფლიო ძალას, არ ჩქარობდნენ კვლავ დაემორჩილებინათ თავი. მას შემდეგ, რაც ერდოღანის ხელმძღვანელობით მოქმედმა AK პარტიამ 2002 წელს ხელისუფლებაში მოიპოვა გამარჯვება და ქვეყნის რეგიონულ ძალად გადაქცევა სურდა ფართო ხმელთაშუა ზღვის კონტექსტში, თურქეთის საგარეო პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთისკენ გადაიხარა და ცენტრალური აზია პრიორიტეტების სიაში უკან დაიწია. მაგალითად, 1992 წელს თურქეთის თითქმის მთელი დახმარება ცენტრალურ აზიაში მიდიოდა. 2005 წელს თურქეთის პროექტების 55% კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ხორციელდებოდა.
ეს მაჩვენებელი 2010 წელს 36%-მდე შემცირდა. ტაჯიკეთისთვის დახმარებამ თითქმის $650 მილიონ მიაღწია, თუმცა შემდეგ წელიწადში მხოლოდ $5 მილიონ მდე შემცირდა. თუმცა თურქეთი მთლიანად არასდროს წასულა და პირდაპირი ფინანსური დახმარების ნაცვლად მან შექმნა ინსტიტუტები, რომლებიც ნელ-ნელა შეცვლიდნენ თურქულ ქვეყნებში განწყობას მის სასარგებლოდ. თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო 2009 წელს დაარსდა და შემდეგ გადაიქცა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციად. თურქეთის სახელმწიფო მაუწყებელმა TRT-მ 2009 წელს დაიწყო TRT ავაზის მაუწყებლობა, რომელიც აზერბაიჯანულ, ყაზახურ, ყირგიზულ, თურქმენულ და უზბეკურ ენებზე გადის ეთერში და თურქულ სიახლეებსა და მოვლენებს პირდაპირ ცენტრალური აზიის სახლებში გადასცემს. ვაჭრობა თურქეთსა და რეგიონს შორის 2002 წელს $838 მილიონი, 2021 წელს $9.5 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო თითქმის 4000 თურქული კომპანია მოქმედებდა ამ 5 ქვეყანაში. შემდეგ მოვიდა 2020 წელი და ყველაფერი დაჩქარდა. ომმა უკრაინაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დაშლამ და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტმა აშშ-ს მიერ ავღანეთიდან გასვლამ შექმნა უსაფრთხოების ვაკუუმი ცენტრალური აზიის სამხრეთ საზღვარზე და ჩინეთის მზარდმა ეკონომიკურმა დომინირებამ მთელ აზიაში. ამ ყველაფერმა ცენტრალური აზიის სახელმწიფოები აიძულა აქტიურად ეძებნათ მესამე გზა, ხოლო თურქეთი ჩუმად ემზადებოდა სწორედ ამ მომენტისთვის. თანამშრომლობის საბჭო 2021 წელს გადაერქვა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციად, რაც ზუსტად მიუთითებს თუ რა იყო ქვეყნის ამბიციები. 2021 წელს ორგანიზაციამ მიიღო თურქული სამყაროს ხედვა 2040, რომელიც წარმოადგენს გზას, რომელიც აშკარად ეფუძნება ევროკავშირის ინტეგრაციის მოდელს. საერთო ბაზრის, საერთო ამბანის, საერთო ინსტიტუციური ჩარჩოების და უფრო ღრმა პოლიტიკური და უსაფრთხოების კოორდინაციის მიზნებით. ბლოკის შიდა ვაჭრობის მაჩვენებლები აჩვენებს, რამდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები. მათ წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობა 2022 წელს $33 მილიარდიდან 2023 წელს $42 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ერთ წელიწადში 27%-იანი ზრდაა. თურქეთის ორმხრივი ვაჭრობა რეგიონთან 2023 წელს დაახლოებით $13 მილიარდამდე გაიზარდა. ყაზახეთმა და თურქეთმა შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი ვაჭრობა 2030 წლისთვის $10 მილიარდამდე გაზარდონ, მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი $6.3 მილიარდ შეადგენდა. მაშინაც კი აზერბაიჯანის ჩართვა ამ რეგიონულ ალიანსში სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. თურქეთი სამხედრო და პოლიტიკურად მხარს უჭერდა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განმავლობაში, ხოლო აზერბაიჯანის გამარჯვებამ თურქეთს სანდო უსაფრთხოების პარტნიორის რეპუტაცია გაუმყარა. ახლა, როდესაც აზერბაიჯანი ცენტრალური აზიის საკონსულტაციო ფორმატს შეუერთდა, მას შეუძლია პირდაპირი გეოგრაფიული და პოლიტიკური ხიდის როლი შეასრულოს 5 ცენტრალურ აზიურ სახელმწიფოსა და თავად თურქეთს შორის. სავარაუდოდ თურქმენეთიც განიხილავს სრულფასოვან წევრობას თურქულ სახელმწიფოების ორგანიზაციაში, რაც თურქულ ბლოკს დაასრულებს, მაგრამ ეს ყველაფერი პოლიტიკას ეხება. ნამდვილი მიზეზი, რის გამოც რუსეთი აღარ არის ცენტრალური აზიის მთავარ გავლენიან ძალად, მისი სამხედრო ძალა, ან უпроსტორად მისი არ ქონა. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ვიდეოებს ბოლო მოვლენებზე და გლობალურ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე. დაუბრუნდეთ ცენტრალური აზიის სამხედრო ძალებს. უმეტესობა არმიებისა აღჭურვილი იყო საბჭოთა კავშირის ტექნიკით, რომელსაც შემდგომში რუსული მხარდაჭერა და წვრთნები ემატებოდა. ყველაფერი კი რუსულ დოქტრინაზე იყო დაფუძნებული. და დიდი ხნის განმავლობაში, როცა რომელიმე ქვეყანას სამხედრო დახმარება სჭირდებოდა, რუსეთი აგზავნიდა თავის ჯარს. სინამდვილეში ეს მოხდა 2022 წელს, როდესაც რუსეთმა ყაზახეთში გაგზავნა სამშვიდობო ჯარები იანვრის არეულობის დროს, რომელიც საწვავის ფასებს უკავშირდებოდა. მაგრამ რუსეთმა ვერ შეძლო მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა უკრაინაში 4 წლიანი ომის განმავლობაში, რამაც ბევრს დაეჭვა თუ რა შეუძლია რუსულ არმიას თანამედროვე ომის პირობებში. ხოლო მეორე მხარეს არის თურქეთი. თურქეთის ბაირაქტარ TB2 დრონმა თავისი რეპუტაცია ლიბიასა და სირიაში მოიპოვა. შემდეგ კი თავი გამოიჩინა 2020 წლის ნაგორნო-ყარაბახის ომში, სადაც მან სერიოზული ზიანი მიაყენა სომხეთის ჯავშანსა და საჰაერო თავდაცვას. უკრაინამ თავადაც ფართოდ გამოიყენა იგი 2022 წლიდან და ბევრი წყარო ამტკიცებს, რომ ეს დრონი ომის პირველ თვეებში უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, სანამ ქვეყანამ საკუთარი დრონების წარმოება დაიწყებდა. 2023 წლისთვის ცენტრალური აზიის ქვეყნების უმეტესობამ თურქული დრონები შეიძინა, თუმცა ტაჯიკეთი უფრო ირანული დრონებრონების ტექნოლოგიას მიუახლოვდა. ყაზახეთმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც თურქული ბაირაქტარის დრონების წარმოება ლიცენზიით ყაზახეთის ტერიტორიაზე მოხდება, რაც ნიშნავს, რომ ყაზახეთი ახლა უკვე პირდაპირ საკუთარ ქვეყანაში აწარმოებს თურქულ სამხედრო ტექნოლოგიას. პილგიზეთმა დააჩქარა დრონების შეძენა მას შემდეგ, რაც ტაჯიკური ძალების მხრიდან, რომლებიც რუსეთთან დაკავშირებული ინტერესებით მოქმედებდნენ, ზეწოლას წაადგა. ყირგიზეთმა თურქეთი დაინახა როგორც უსაფრთხოების პარტნიორი, რომელიც რეალურად ასრულებს თავის ვალდებულებებს. თურქმენეთმაც კი, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში მკაცრი ოფიციალური ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, ჩუმად გააფართოვა თავისი არსენალი თურქული სისტემებით.
უზბეკეთმა თავისი შესყიდვები 2023 წელს განახორციელა და 2022 წელს თურქეთთან ხელი მოაწერა ოვლის-მონცელ სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც მოიცავს დაზვერვის გაზიარებას, ერთობლივ ლოგისტიკას, თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობას და სამხედრო განათლებას. ეს 2026 წელს სრულფასოვან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებად გაფართოვდა. თურქეთი ასევე განზრახ ინარჩუნებს ურთიერთობებს ორმხრივ ფორმატში და არ ქმნის ფორმალურ ბლოკს, რადგან იცის, რომ თურქულენოვანი სახელმწიფოები სავარაუდოდ წინააღმდეგი იქნებიან სამხედრო ბლოკის პირდაპირ შექმნას. ეს წააგავს ყოფილ საბჭოთა კავშირს, რაც მომავალ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტ პოპულარობას სცემს. და იმის გათვალისწინებით, რაც ვიხილეთ რუსეთის უმოქმედობისგან სომხეთში, სირიის დატოვებისა და მთლიანობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მდგომარეობის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი თურქულენოვანი სახელმწიფო აღარ გრძნობს, რომ რუსეთი მათ მხარს უჭერს. ყაზახეთი განსაკუთრებით არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყველაზე დიდი არარუსი წევრი და ზოგიერთი გამოკითხვა მიუთითებს, რომ ადგილობრივი მხარდაჭერა არსებული ალიანსის მიმართ დაბალია. ქვეყანამ ასევე დაიწყო თავის დაზღვევა რუსეთის წინააღმდეგ, როგორც თურქეთის მიმართ ვაჭრობის ზრდით, ასევე ჩინეთის მიმართ. გახდეს რა სარტყლისა და გზის ინიციატივის ძირითადი ნაწილი, რათა ჩინეთის გავლენა კიდევ უფრო დასავლეთით გავრცელდეს. შემდეგ არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და რესურსებზე დაფუძნებული კომპონენტი, რომელიც რეგიონში ნავთობისა და გაზის მარაგებს აყენებს ყურადღების ცენტრში. რუსეთი დიდი ხანია აკონტროლებს მილსადენებს, რომლითაც ცენტრალური აზიის ნავთობი და გაზი ევროპულ ბაზრებზე აღწევს და ეს კონტროლი თავისებურ ბორკილად იქცა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვმა მხოლოდ 2022 წელს 4-ჯერ მაინც შეაფერხა ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი რუსეთის შავი ზღვის პორტის გავლით, რითაც აჩვენა, როგორ შეუძლია სურვილი სამებრ მოკაჩოს ეს ბორკილი. თურქეთი აქტიურად აშენებს ინფრასტრუქტურას, რათა გაწყვიტოს ეს ბორკილი, რაც საბოლოოდ გამოიხატა შუა დერეფანში, სარკინიგზო და საზღვაო მარშრუტში, რომელიც ჩინეთიდან ყაზახეთის გავლით, კასპიის ზღვის გადაკვეთით, აზერბაიჯანსა და საქართველოს გავლით თურქეთში შედის და შემდეგ დასავლეთით ევროპაში მიემართება. დერეფანმა, რომელსაც ადრე რუსეთის ჩრდილოეთის ანალოგთან შედარებით ნაკლები ვიდრე 1% ტვირთბრუნვა ჰქონდა, 2022 წელს ტვირთების მოცულობა 33%-ით გაზარდა. შემდეგ 2023 წელს 89%-ით, ხოლო 2024 წელს კიდევ 70%-ით. როდესაც გადამზიდავებმა დაიწყეს მარშრუტების გადატანა რუსეთისგან მოშორებით, მსოფლიო ბანკის პროგნოზით შესაბამისი ლოგისტიკური გაუმჯობესებების შემთხვევაში დერეფნის გავლით თვითმფრინვა 2030 წლისთვის შეიძლება გასამაგდეს და 11 მილიონ ტონას მიაღწიოს. ევროპის კავშირი, აზიის განვითარების ბანკი და მრავალი ორმხრივი პარტნიორი ყველამ პროექტის განვითარების ვალდებულება აიღო. თურქეთი ამ დერეფნის დასავლეთ ბოლოში მდებარეობს, რაც მას უზარმაზარ გეოგრაფიულ უპირატესობას აძლევს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, თურქეთი ასევე ცდილობს ტრანსკასპიური მილსადენის განხორციელებას, რომელიც თურქმენეთის გაზს კასპიის ზღვის ქვეშ გაატარებს, რათა სამხრეთის გაზის დერეფანს დაუკავშირდეს და თურქეთის გავლით ევროპულ ბაზრებზე მიაწოდოს. ეს პროექტი აქტიურად ვითარდება 1997 წლიდან და ყოველ ჯერზე ბლოკავს რუსეთი და ირანი, რადგან ორივე მათგანი ზარალდება თუ თურქმენეთის გაზი ევროპაში მათ ტერიტორიაზე გავლის გარეშე მოხდება. მაგრამ 2024 წელს თურქეთმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ბუნებრივი აირის ტრანსფერზე, რაც ამ მილსადენის რეალობად ქცევისკენ გადადგმული პირველი კონკრეტული ნაბიჯია. თურქმენეთი, რომელსაც მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი დადასტურებული ბუნებრივი აირის მარაგი აქვს და თითქმის მთლიანად ჩინეთზეა დამოკიდებული როგორც მყიდველზე, ძლიერ мотиваციას ფლობს დივერსიფიკაციისთვის. თუ ტრანსკასპიური მილსადენი ოდესმე აშენდება, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა რუსეთის ენერგეტიკულ ბერკეტზე, როგორც ცენტრალურ აზიაზე, ასევე ევროპაზე ბოლო 10 წლების განმავლობაში. და ამ ყველაფერში მთავარი ნაწილი, რაც რუსეთს აშფოთებს, ისაა, რომ პანთურქიზმის საფუძველი ძალიან გავს პანსლავიზმისას. თითქმის იგივე კონცეფცია, რომელსაც რუსეთი იყენებდა უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. მიუხედავად იმისა, რომ თურქული ქვეყნები საბჭოთა გავლენის ქვეშ იყვნენ, ისინი კულტურულად უფრო ახლოს არიან თურქეთთან და სრულიად ფარისევლობა იქნებოდა ამ კავშირის უარყოფა, როცა ამავე დროს რუსეთსა და უკრაინას შორის მსგავს კავშირზე საუბრობ. ზოგიერთი რუსი ანალიტიკოსი პანთურქიზმს ნატოს შეთქმულებად წარმოაჩენს და ამტკიცებს, რომ ეს არის დასავლეთის ორგანიზებული ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის დასუსტებას სამხრეთიდან. უფრო კონკრეტულად, ეს მიდგომა დაკავშირებულია თურქეთის ნატოში წევრობასთან და მის გადაწყვეტილებასთან. უკრაინის ომის დროს მონტრეს კონვენცია გამოეყენებინა, რაც დამატებითი სამხედრო გემების თურქეთის სრუტეებში გადაადგილებას ზღუდავდა და კიდევ უფრო ართულებდა რუსეთის მდგომარეობას შავ ზღვაში. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთი უბრალოდ აგრძელებს იქიდან, სადაც რუსეთი გაჩერდა. თურქეთს არც ერთ ცენტრალური აზიის 5 სახელმწიფოსთან საზღვარი არ აქვს. რუსეთს და ჩინეთს კი აქვთ. გეოგრაფიას გარკვეული უპირატესობები აქვს ვაჭრობაში, ინფრასტრუქტურასა და სამხედრო შესაძლებლობებში, რასაც დიპლომატია და დრონების გაყიდვა სრულად ვერ ანაზღაურებს. ჩინეთის ვაჭრობა რეგიონთან განსაცვიფრებელი 89.3 მილიარდი დოლარია. ევროპის კავშირი ვაჭრობს 74.75 მილიარდ დოლარზე, ხოლო თავად რუსეთი კვლავაც დაახლოებით 40 მილიარდ დოლარზე ვაჭრობს. თურქეთის საკუთარი გეოპოლიტიკური ბალანსი კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.
ერდოღანმა შეინარჩუნა აქტიური ურთიერთობა პუტინთან უკრაინის ომის განმავლობაში, რადგან თურქეთმა უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებში მონაწილეობაზე. რუსეთისთვის შავი ზღვის რეგიონში მოქმედების პირდაპირ შეზღუდვის ნაცვლად თურქეთმა შუამავლობა გაუწია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას. თურქეთი აგრძელებს რუსული გაზის შეძენას და ინარჩუნებს ეკონომიკურ კავშირებს, რაც ზღუდავს, რამდენად ღიად შეიძლება ანკარა კონფრონტაციაში შევიდეს მოსკოვის გავლენის ზონაში. ამავე დროს თურქეთის ნატოს წევრობა ნიშნავს, რომ საბოლოოდ მას უნდა დაემორჩილოს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის მოთხოვნას. საბოლოოდ ცენტრალური აზიის სახელმწიფოები თავის მხრივ სინამდვილეში არ ირჩევენ თურქეთს რუსეთისა და ჩინეთის ნაცვლად. ისინი უბრალოდ ამატებენ თურქეთს იმ ბალანსირების პოლიტიკაში, რომელსაც 10 წლეულებია მისდევენ. იგივე ყაზახეთის პრეზიდენტი, რომელიც ადასტურებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დაესწრება პუტინის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში. რაც ნამდვილად ახალია, ეს არის პროცესის მიმართულება. ლათინური ანბანები, გადაქმეული ქალაქები, საერთო ისტორიის სახელმძღვანელოები, დრონების შეძენა და სავაჭრო კორიდორები, რომლებიც რუსეთის გავლით კი არა, მის გარშემო შენდება, ნელ-ნელა გროვდება იმ ინფრასტრუქტურად, რომელიც ამ ქვეყნებს საშუალებას აძლევს ეტაპობრივად შეამცირონ დამოკიდებულება რუსეთს რუსეთზე. თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია არც ევროკავშირია და არც ბრიქსი, მაგრამ ეს არის მოქმედი ინსტიტუცია, რომელსაც აქვს რეალური სავაჭრო ნაკადები, რეალური სამხედრო თანამშრომლობა და გრძელვადიანი ინტეგრაციის გეგმა, რომელიც რეალურად ხორციელდება. თურქეთი ასევე ისაა, რაც რუსეთს ნამდვილად არ შეუძლია იყოს. ეკონომიკური პარტნიორი, რომელსაც რეგიონთან აქვს რეალური კულტურული კავშირი, საერთო ისტორიისა და ენის მეშვეობით, ამავდროულად არის ნატოს მეორე უდიდესი არმია და 2026 წლისთვის ითვლება მსოფლიოს 10 საუკეთესო არმიას შორის. ყველაზე დიდი ირონია ისაა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო სულ მცირე ნაწილობრივ მაინც, რათა ხელახლა დაემყარებინა რუსეთის დომინანტობა პოსტსაბჭოთა სივრცეზე და შეეჩერებინა მოსკოვის გავლენის სფეროს შემდგომი შემცირება. ამის ნაცვლად ამ ომმა ცენტრალური აზიის რუსეთისგან დაშორება უფრო დააჩქარა, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში რომელიმე სხვა ერთმა მოვლენა. მან თურქეთს მისცა შესაძლებლობა, რომელიც ანკარამ სწრაფად და ეფექტურად გამოიყენა. და როდესაც ამას ჩინეთის რეგიონულ მოთამაშედ გადაქცევაც ემატება, რუსეთის გავლენა ცენტრალურ აზიაზე სწრაფად სუსტდება. მაგრამ გეოპოლიტიკური მიზნების მიღმა, თავად თურქეთმა სამხედრო სფეროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მას შტაბური საომარი გეგმები აქვს. დარწმუნდით, რომ ნახოთ ეს ვიდეო მეტი ინფორმაციისთვის და დააცკაპუნეთ გამოწერის ვილაგზე, რათა მიიღოთ უახლესი სიახლეებსა გეოხლეები გეოპოლიტიკასა და სამხედრო საკითხებზე. The Military Showdown.